მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რომელიც ტრადიციულად 26 მაისს აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღე თითქმის მთელმა მსოფლიომ მოგილოცა და სხვადასხვა ქალაქების გამორჩეული შენობები საქართველოს დროშის ფერებში იყო განათებული. აი, ისე როგორც ჩვენი ანძა ხოლმე განათებული, როცა ჩვენ მივაგებთ სხვებს პატივს. სხვათა შორის არც ჩვენი ანძა ყოფილა უსაქმოდ. საპატიო სტუმარს მასპინძლობდა. გაგიკვირდებათ და ტომ კრუზი იყო ამძვრალი ანძაზე. პარაშუტით უნდა გადმოხდეს. რომელი ტომ კრუზი და ყიტანში რო ცხოვრობს ბოლოში. ჰოლივუდის მსახიობი ვინ არის ტომ კრუზი? ვინ ყავს მე? კარგი რა, არ ვჯერე, ფეიკი იქნება ეგ. ფოტო კი დაიდო, მაგრამ დღეს არც ფოტო ინდობა. მართალი ხარ შენ, მართლა რომ ჩამოსულიყო რუსთაველის თეატრში შემოვლილი და აუცილებლად. რატო შემოვლის ხოლმე, იცის? არა, არ ვიცი, არ ჩამოსულა არასდროს და ახლა ასე დაზუსტებულად ვერ გეტყვი. რა ვიცი, ძმა, ფეიკია თუ არ არის? ჩვენ ანძას კი მოუხდა ისე ტომ კრუზი. რას? ჩვენი ანძა ისეთია, ტომ კრუზი კი არა, შენს მოუხდებოდი, მაგრამ ვერა გიტყვი იქამდე სიმაღლეში შეგავს. სანამ სიმართლე გაირკვევა, მანამდე გეტყვით უტყუარ ინფორმაციას, რაც დადასტურებულად ვიცით. დიახ? ის რომ ჩვენ შოუში დოლგარამონზე უგრავს და გეიბის განწყობაზე გვაღენებს უბერებელი ქსოვრელები და გიორგი არავის ნაკლები ტომ კრუზი. შოში დაიშველი. მადლობა ბიჭებო, გამოვლინდა გასული წლის საუკეთესო სპორტსმენი და ეს გახლავთ გიორგი მამარდაშვილი. სიმართლე უნდა ითქვას, ამდენი მაგარი სპორტსმენის გამო ჟიურის გაუჭირდა საუკეთესოს გამოვლენა, ამიტომ პირდაპირ ისროლა ჯილდო და მამარდამ დაიჭირა ეხლა რა პრობლემაა? ნამდვილად მიხარია მამარდას წარმატება, მაგრამ ნაკრებს არ გვაწყობს მეკარე რომ ასეთი მაგარია. დანარჩენ 10 კაცს გაგვიზარმაცებს და ფორმაში აღარ იქნება. გადავა? არ ვიცი, ეგ როგორ იქნება, მაგრამ აი მე რა არის, მე მგონი ჩემთან ერთად მაყურებელსაც გაუჩნდა კითხვა, რატომ გაიწელა 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა 2025 წლის მაისამდე. ჯერ ახალი წლები იყო. მე აღდგომა. ძალიან მიეწყო წელს და გადავხევით კეიფებს და ასე. მე მგონი მამარდას სუფრაც არ აღწდება. საკისრებელია ვინც ახლა. თან გიორგი უკვე ლივერპულში გადავიდა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ლივერპულის 2026 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდება. აბა რასიზა. ხოდა მამარდას დამსახურება იქნება ამიერიდან ნახევარი საქართველოს ლივერპულის ფანი რო გახდება. იმიტომ რომ მეორე ნახევარი PSG-ის ფანია და PSG ვახსენეთ და ხვიჩა კვარაცხელია უკვე საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია. არ ვიცი რა ინფორმაციები აქვს. იტალიის ჩემპიონობაც ეკუთვნოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ ჩაუთვალა. მაგარი გაბრაზებული ვარ მაგამ ბავშვი. მაგრად ტეხავს რა. ყვარას რუბინი რო უფრო აფასებს ვიდრე ნაპოლი. არა უშავს. კვარას იტალიის ჩემპიონობა არ ჩაუთვალეს, მაგრამ სამაგიეროდ ზეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და დარწმუნებული ვარ მოიგებს. და UEFA-ს პრეზიდენტი მივა კვარასთან და ეტყვის, ნახე, თასზე შენი სახელი ამოვქარგე. რა გამოვიდა? ხვიჩა. შედიერი, ხოდა ამ ყველაფერს ლიგის ფინალიც თუ მიაყოლა, გამოდის რომ ერთი გასროლით 2 კურდღელი მოკლა და მესამე დაჭირა. მოკლედ ამ ბიჭს გალოთებისკენ უბიძგებენ. რატომაც? აბა ამდენ განსხვავებულს რო იგებს, ხო უნდა დალიოს. მეც დიდი იმედი მაქვს რომ ყვარა მოიგებს ლიგას, ნამდვილად წარმატებები, მაგრამ პირადად მე ვერ ვუყურებ მაგ თამაშს. გამორიცხული. ასე განიცდი ალბათ. განვისტი კი არა მიხოდამაროს ემთხოვა და რა დროს ვერ მოვხდა.
ამ ფინალს ქართულ სომხური დერბიც დაარქვეს კვარაცხელია მხითარიანის წინააღმდეგ. თან საზღვაო სეზონი ახლოვდება და 14 ივნისიდან მიმოსვლას იწყებს ერევანი ბათუმის მატარებელი. დათქვიტა იქსი სეირანა პურები სეირანა მიდო არა. იცი ვაფშე სეირანა. შენი დუბლი. სხვათა შორის გავხართ. მარა კლარნეტით რა იყო ბიჭო კლარნეტით. მარა ქობულეთია უკვე. კარგი, მაგრამ ჩემი აზრით ერევანი ქობულეთი უნდა იყოს ეგ მატარებელი. ჩვენი მეზობლები ძირითადად ქობულეთში მიდიან, მაქსიმუმ ურეკ. მართლა კარგია სპეციალური რეისი რომ დაემატა. გამოდის რომ ამ ზაფხულში ჩვენთან არა მარტო სომეხი ძმები, არამედ სომეხ ძმებს პლუს მათი ძმებიც დაისვენებათ. მოკლედ წელს აგვისტოში სეირანა ქობულეთში ისვენებს და ჩვენ სევანზე. აი ეს არის გაცვლითი პროგრამა მეზობლებს შორის. აი როგორი არის, აი თლიანად შემოვიდა რა. კიდე კაი დროზე დაბრუნდი. ალბათ მერე 14 სექტემბრიდან ივლის პატარა მატარებელი, რომელიც მხოლოდ ხანში შესრულებს მომსახურება ბარხატნის სეზონზე, რა. კი ბატონო, ახლა ერთი საინტერესო სტატისტიკა უნდა გაგაცნოთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანი წელიწადში საშუალოდ 46 ლიტრ ლუდს სვამს. შესაბამისად, წელიწადში ვჭამთ 720 წელს სოსის, 365 წელს შებოლილ თევზს და ლიტრა ნახევარ მდოქს. კარგად ვთქვა. მაგრამ 46 ლიტრი 365 დღეზე რომ გაყო, დღეში 126 გრამი გამოდის. ნახევარი ჩაიჭიქა ლუდს, რომელიც სვამ დღეში ხელი აწიეთ. ხელი აწიოს. მოკლედ მე არ მჯერა ამ სტატისტიკის ნამდვილად და გადაამოწვეთ. ან დროშია აცდინა ძმაო, ან რაოდენობაში. ნუ აი რაღაცა ხდება. შეიძლება მართალიც კია, ვერ გაიგებს ძმაო. მე მაგალითად ლუდს საერთოდ არ ვსვამ. მაგრამ სამაგიეროდ გოგია სომსაგერ ტონა ნახევარს და ისოს კი ერთ დროს მეც ვსვამდი, მაგრამ მივხვდი რომ ღვიძლს ვაფუჭებდი და ახლა სტატისტიკას გავაფუჭებ და არ მინდა. მოდი დღეს გავაუნჯობესოთ სტატისტიკა, არ გინდა? არა, დღეს ღვინის სტატისტიკაზე მაქვს სამუშაო, დაპატიჟებული ვარ ერთგან და არ მინდა. ახლა კი ბრიტანული კვლევა. თურმე ახალგაზრდების ნახევარს მიაჩნია რომ ცხოვრება უკეთესი იქნებოდა ინტერნეტის გარეშე. აი რა მაინტერესებს ახლა ნახე, ეს მოსაზრება ინტერნეტში დააფიქსირეს თუ ქუჩაში. სად დააფიქსირეს არ ვიცი, მაგრამ მართლა უნდა დატოვეგენი ინტერნეტის გარეშე და მე როგორ აჭიკიჭიკიტებიან ვნახავთ. მაგრამ რაღაც ვნახავთ, ინტერნეტი აღარ ექნება. ისე ჩვენთან ეს სტატისტიკა დიდი ხანია არსებობს, ოღონდ ხანდაზმულებში. ხანდაზმულების 100% ფიქრობს, რომ ცხოვრება უკეთესი იყო, როცა ინტერნეტი არ იყო. მეც მაგ აზრზე ვარ. ინტერნეტის გარეშე უფრო კარგი იქნებოდა ცხოვრება. მაგრამ ინტერნეტი რო არ იყოს, ამ თემას ხო ვერ გავიგებდი. ძალიანაც კარგი მე რა თემა ეს იყო ახლა, აი რა ვთქვით ახლა ამით. კარგი, მაშინ შენ თქვი რამე უკეთესი აგერ. კარგი, მაგარი თემა მაქვს შემდეგი, რომელიც ინტერნეტში ვნახე. რა კარგია ინტერნეტი. ნორვეგიელ კაცს დილით ეზოში 135 მეტრიანი სატვირთო გემი დახვდა. კარგი რა, არ იქნებოდა 135 მეტრიანი ახლა. ნორვეგიელებს უყვართ გაბუქება. ზეპირად ვიცნობ მაგას. გაბუქებული იქნება, აბა რა მხოლე ეზო აქვს. ერთი მაინტერესებს 135 მეტრიანი გემი რო დაეტია იმ ეზოში რა. მე ეზოზე მეტად ამ კაცის სახე უფრო მაინტერესებს იმ მომენტში ეზოში რო ამხელა გემი დაინახა პირველად. ისე შეშინებია ეგრევე ტუალეტში გავარდნილა. რატო? იმედია შიგნით გემის კაპიტანი არ დახვდა. ამ კაცზე მეტად მეზობლები ყოფილან გულზე გახეთქილები. ჩვენ მანქანას ვერ ვყიდულობ და ეს გემი დადისო. მერე გამოუვარდა თურმე ეს კაცი გემის ეკიპაჟს, ხომიწერია ჭიშკარზე ეს დედა მოკითხული. ამ გემს ნუ გააჩერებთ, გემი არ ჩერდება. და ახლა რა უწირია ჭიშკარზე? ეზოში უცხო გემია? სავარაუდო. მაგრამ ზღვისპირა სახლი აღარ გამაგონოთ, ხო ხედავთ რეები ხდება. როდის რა შემოგივარდება არ იცის არავინ.
და ბოლოს ავსტრალიელმა პარლამენტარმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა ფეხსაციდან დალევით დაასრულა. მიშველეთ ქართველობას გვართმევენ ხალხო. თან ეგენი სხვა რამეშიც გვბაზავენ, კარგა ხანია მე რო ვაგვირდი. კოჩი კიდე რაში? ერთმანეთს ჭამენ ეგენიც. ოღონდ ეგენი მართლა ჭამენ. რა შევენ არ ვიცი, მაგრამ რომ სვამენ ფაქტია თან პარლამენტში. ისი ამ პარლამენტარს სადღეგრძელოს უთქვავს. ვინც აიეროს, შემოიეროს, კაი თვალით შემოგხედოს და თქვას, ბიჭები, კენცუღრიან კანონს, ყველა ადამიანს გაუმართ მაგის ენაც. ნეტა სიძის მხრიდან იყო თუ პატაზნის. ოდიში ხელისუფლების მხრიდან იყო თუ ოპოზიციის. ეგ არ ვიცი, მაგრამ პარლამენტში ყველა დაიძაბა. დაიძაბებოდა. ალავერდი არ გადმოვიდეს ვინმესთან ამ ფეხსაცმელი. რო ჩაცალა ბოლომდე ფეხსაცმელი, მერე დაიბარა თურმე შემდეგი მოწვევის პარლამენტში თუ ამირჩევთ კრამიტი და ლამპიშისა ჩემზეაიო. ვიჯა ეს ავსტრალიელი პარლამენტარი ხო არ გეცნობათ ისე მოხერხებულად სვამს ფეხსაცმლით. ბიჭებს ვაგიტყები აგერ. თქვენთანაც ექნება ნაკეითარი მაგას. უეჭველი. რა გაიხსენებენ დაზაბეთ გონება. სანამ ბიჭები იხსენებენ, მანამდე მე შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლ გარმოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. პატან რა გამახსენე იცი? ბარსელონას ვეტერანები რომ იყვნენ, აქ სათამაშო ჩამოსტულები, რამდენი ხანი გავიდა იმის მერე? არ მახსოვს ზუსტად 2 კვირა მინიმუმ, რა იყო რომ? ისევ აქ რო არიან იცი? აი, ეხლა რაც მეუბნები ამჯერა. გეუბნები ძმაო, თამაშის მერე რესტორანში რო შესულან, ისევ იხსხედან და კეიფობენ. გახედო, აღარ უნდა ტიკეტი. აბა რა იქნება მაგათ ისეთი პურმანის გაუჩნდნენ, რაც წავიდოდნენ. კი დალებდა მაგათთან ერთად კაცი, კაი. კი კაცო, თან უკვე ქართული სიმღერას უსწავლიათ და გავუდით გუგუნი თურმე. თქვენ გენარცვალი, მანახეთ მაგათი სიმღერა ჩამახუდეთ, ჭიქა ამაწევინეთ. როლანდინიოს თქვენ. არ არის შემოძვეო პრობლემა. აბა წავედით. აბა წავედით. აგვენაბლება.